გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის დრო და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. პირველ ბლოკში ჩვენი სტუმარი გახლავთ უფლებადამცველი ლიკა გამრეკელი და ხოლო მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ირემაძე. მოგესალმებთ ლიკა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. სოფლიოში მიმდინარეობს გადანაწილება ცენტრები ყალიბდება, ჩვენ ყველა კარგად ხედავთ დონალდ ტრამპის გამოსვლას, რა რეაქციები მოსდევს ამ ყველაფერს, ასევე ევროპარლამენტში მოწვეულია რიგარეშე სამიტი, სადაც იმსჯელეს 27 ქვეყნის ლიდერებმა, დღემდე ვერ შეჯერებულან როგორ გააგრძელონ უკრაინის დახმარება, უბრალოდ ადასტურებენ რომ ეს დახმარება გაგრძელდება, თუმცა აქვე ფაქტია რომ მათ აწუხებთ ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ალბათობით გასვლა ამ დახმარებიდან. ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა ამ ყოველივეს უნგრეთის ლიდერი და ის ამბობს რომ თუ კი აქამდე უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა ამ 3 წლის განმავლობაში და ახლა შესაძლოა ეს დახმარება შეწყდეს, მაშინ რატომ ვერ აღწევენ მიზანს დანარჩენი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ უკრაინამ საბოლოო ჯამში მოახერხოს გამარჯვება. ეს არის ძირითადი კითხვა, რაც ორბანმა დასვა და ჩვენ რასაც ვხედავთ, გრძელდება ეს დაპირისპირება, თუმცა არ აქვს რეცეპტი, როგორ უნდა მოხდეს საბოლოო ჯამში რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება, როგორც ესენი ამბობენ. აი როგორ შეფასებას გააკეთებდით აი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა შემდეგ ვისაუბრებთ საქართველოსთან დაკავშირებითაც. მოგესალმებით, მივესალმებ ტელემაყურებელს. საინტერესო მოვლენები მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას კარგად ვხედავთ და თვალს ვადევნებთ. ასევე ყველა მთელმა მსოფლიომ ნახა ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა, სადაც ძალიან ცუდად წავიდა საუბარი, ეს არ იყო დიპლომატიური შეხვედრა, საერთოდ არ გავდა. რა თქმა უნდა, ზელენსკისთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. და ზოგადად ეს ომი ტრამპის ბრალი ხომ არ არის, ანუ ეს არის პირდაპირ იმ ადმინისტრაციის და იმ პრეზიდენტის ბრალი, ამ შემთხვევაში, ვინც მას ურჩია ამ ომის დაწყება, ურჩია კი არა, ჩემი აზრით მოსთხოვა კიდევაც, იმიტომ რომ ისევე როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატები არ ერეოდნენ და შემდეგ სამაგიეროდ ერეოდნენ საგარეო პოლიტიკაში, ზუსტად იგივე მეორე მიხეილ სააკაშვილი ოღონდ სხვა ვიზუალი ყავდათ ზელენსკის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ იმედი ჰქონდათ რომ ამით რაღაცნაირად ზიანს მიაყენებდნენ რუსეთს და პირადად პუტინს. ზიანში რაც გულისხმობ? ზიანში გულისხმობ იმას რომ მათ სჯეროდა და ღრმა რწმენა ჰქონდათ იმის, რომ პუტინს როგორც მინიმუმ ეკონომიურად დააზარალებდნენ, მაგრამ 3 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ არ არის დაზარალებული რუსეთი ეკონომიურად, არამედ გაზრდილია მილიონერთა რიცხვი რუსეთში და ისინი ჩვეულებრივად განაგრძობენ ცხოვრებას, თითქოს არაფერი არ ხდება და თითქოს ომში არ არის ჩართული ეს ქვეყანა. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ აქამდე როგორც ამერიკა, ასევე ევროკავშირიც ეხმარებოდა ზელენსკის სხვადასხვა მეთოდებით. ეს იყო ფულადი დახმარებები, ეს იყო იარაღის მიწოდებები, ეს იყო უამრავი სხვა დახმარება, რომელსაც ზელენსკი იღებდა, მაგრამ კაცმა არ იცის სად მიქონდა ეს განსაკუთრებით ფინანსური დახმარებები და ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მსოფლიო ამას უყურებს, რომ დაახლოებით 100 მილიარდზეა საუბარი, რომ საერთოდ გამქრალია, ანუ დახმარება გაცემულია, მაგრამ გამქრალია უკრაინიდან. არავინ არ იცის საერთოდ სად არის. ზუსტად ამასთან დაკავშირებით აქვს კითხვები, ჩემი აზრით, ტრამპს და არის ძალიან ლეგიტიმური კითხვები, იმიტომ რომ რეალურად ეს დახმარებების 80% მას აქვს აღებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თუ გონია რომ ზელენსკის რომ ვინმე მაჩუქა ეს ფული, ძალიან ცდება. ასევე, რა თქმა უნდა, ტრამპი ძალიან სწორად წავიდა, რომ დაანახა ზელენსკის და უთხრა კიდევაც, რომ ძალიან ჩვეულებრივი კითხვა მაქვს, ანუ შენ არ ფიქრობ ამ ომის დასრულებას და ადამიანები, დედები, შვილებს მარხავენ, დედები ჩვილ ბავშვებს გრძალავენ ხალხო და ამ ყველაფრის კიდევ გაწელვა მხოლოდ იმისთვის შეიძლება დაჭირდეს ადამიანს, აი ეს ლოგიკურად რომ იმშელოს, რომ მეტი ფული გააკეთოს, ხო? ანუ წარმოუდგენელია ამის გაგრძელება ვინმეს უნდოდეს და შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარს იძახდეს. ან ამ შეთანხმებაზე საერთოდ არ საუბრობდეს.
მაშინ როგორღა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შესაძლებელია მსოფლიოში დამკვიდრდეს მშვიდობა, რომლისთვისაც რეალურად ტრამპი ეხლა უკვე ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს დგავს და მე მივესალმები ისევე როგორც მე მგონი საქართველოსთვის ყველა ნორმალურად განწყობილი ადამიანი და ყველა ის ადამიანი, ვისაც ესეთი პატარა ქვეყნებისთვის უნდა მშვიდობა ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ისურვებს იმას, რომ ეს ომი დასრულდეს რაღაცნაირი შეთანხმებით. გასაგებია, რომ ზელენსკიმ რატომღაც თავის დროზე 3 წლის წინ და მთელი ეს 3 წელი აგრძელებს ეს კაცი რაღაც სოციალურ ქსელებით ომს, იმიტომ რომ რეალურად მათ ომი წაგებული აქვს და წაგებული აქვს უკვე ძალიან დიდი ხანია, მაგრამ სოციალური ქსელით ომი არ იგება. ანუ გამოდის და აჩვენებს თუნდაც ტრამპთან შეხვედრაზე ხა რომ მივიდა, ეთყობა კიდევაც რომ რაღაცნაირი ცირკის მასხარა, ანუ მაპატიო შეიძლება ხა ბევრისთვის მისაღებია ზელენსკი, მაგრამ ცირკის მასხარა აბა რა არის ხა. როდესაც მიდიხარ ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტთან რაღაც ვიზუალზე ხომ მაინც უნდა გეტყობოდეს, რომ ეს არის დიპლომატიური შეხვედრა და ეს არ არის უბრალო ძმაკაცური თუ რაღაცა ქუჩის შეხვედრა, სადაც მიდიხარ რაღაც პულოვერით და ელემენტარულად პიჯაკი ვერ მოგიწია. ამას ხსნის იმით, რომ მომში ვარ და ასე აცვია გასამხნევებელი სტილის სამოს. არა, ეს ხდება სპეციალურად, რომ შეაცოდოს თავი სინამდვილეში ზელენსკი ყველაზე მეტი დამნაშავეა და მე ვიტყვი, რომ ძალიან შემეცვლება, შთაბეჭდილება უკრაინელ ხალხზე, თუ მას არ გაასამართლებენ და მას არ მიუჩენენ თავის ადგილს ამ შემთხვევაში ციხეში. ციხეზე მეც იმსახურებს ზელენსკი იმის გამო, რაც დამართა უკრაინელ ხალხს და რაც დამართა მთლიანობაში უკრაინას. რა მარტო იმას, რომ თავი დავანებოთ, რამდენი ტერიტორია და რამხელა ტერიტორია უბრალოდ უკვე დაკარგულია და მიწასთან არის გასწორებული, ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, ერი აღარ არსებობს ფაქტიურად, იმიტომ რომ თუ ეხა გადავიდეთ იმაზე, თუ ევროკავშირი მართლა იყო გულშემატკივარი ზელენსკის და გულშემატკივარი უკრაინის. მაშინ რატო იღებდნენ ისინი თავის ქვეყნებში დეზერტირებს? გამაგებინე დეზერტირი, რომელიც გაურბის ომს და გარბის სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ არ იომოს თავისი მიწისთვის, სხვა ქვეყნები ფრთებგაშლილები და ხელგაშლილები ხვდებოდნენ. ანუ თუ ეხმარები შენ 27 ქვეყანა, მაშინ რატო იღებ უკრაინიდან გამოქცეულ დეზერტირს და რატო უწესებ კიდევ სხვადასხვა სერიოზულ დახმარებებს, როგორც ფულაც, ასევე საცხოვრებელი ფართით და სამსახურით. ანუ აქ ლოგიკა ხო არ არსებობს. რითი ეხმარებოდნენ? ხვალ და ზეგ უკაცრავად ხა ბატონო დავით გაწყვეტინებთ. ხვალ და ზეგ ამ ადამიანს და ზოგადად უკრაინას აღარ ეყოლება იარაღის ხელში დამჭერი. რა თუნდაც ამდენი იარაღით რო ეხმარებიან, იარაღის ხელში დამჭერი აღარ ეყოლებათ რეალურად. ზელენსკი ამბობს ახლა, რომ ნამდვილი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები უნდა მოიცავდეს ამ ომის ერთადერთი წყაროს, რუსეთის იძულებას შეაჩეროს თავდასხმები. 3 წელი ერთი და იგივეს ამბობენ. კი. ვერაფერს ვერ შვებიან. და დავაზუსტებ უბრალოდ ორბანი რას ამბობს, რომ თუ ეს ომი, ანუ ევროკავშირის 26 ქვეყნის და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი მხარდაჭერით 3 წელია გრძელდება და რუსები მაინც იგებენ ფრონტზე, რა აძლევს 26 ქვეყანას უკეთეს შანსს, რომ ამ ომში წარმატებით იბრძოლონ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ანუ ლოგიკა სრული, ნამდვილად ლოგიკურ რამეს ამბობს ორბანი. მაგრამ ზელენსკი რომ ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის, რა აზრი აქვს ამდენ? განა ეს ევროპაში არიციან? ჩვენ ხომ ვნახეთ მაკრონის გამოსვლას. მე მგონია რომ თვით გადარჩენის მომენტი აქვს ახლა ზელენსკის, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდება რომ სოფლიო მოკითხავს იმ მილიარდებს, რაც მას მისცეს. მოკითხავს, საწაიღო ეს მილიარდები, რაში დაიხარჯა, რისი ახსნაც მას უბრალოდ არ აქვს, ანუ არ ეწეოდა არანაირ სავარაუდ ხარჯ-საღრიცხვას და საერთოდ არ აქვს ახსნა იმის, რომ ეს დახმარებები რაში გაიცა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მოუქეკეს კიდევაც, რომ ზელენსკი ომის პერიოდში საფრანგეთში იყიდა ვილა, ომის პერიოდში მისი ცოლი პოზიორობს სხვადასხვა, ანუ უკრაინის პირველი ლედი, ადამიანი, რომელიც ამ დროს უნდა იყოს ალბათ წინა ხაზზე ქალებთან ერთად და ფრონტის წინა ხაზზე, როგორც მინიმუმ მედდად უნდა მუშაობდეს, ამ დროს პოზიორობს თავისი ბრილიანტებით, როდესაც მისავე ასაკის ადამიანებს ჩვილები უკვდებათ. ეხლა წარმოუდგენელი რაღაც ხდება და თვით გადარჩენის მომენტი აქვს, რა თქმა უნდა, ზელენსკის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, საკუთარი თავის მშვიდობიანი ამ ომიდან გამოცლის მომენტი აქვს და ის არც მაშინ არ ფიქრობდა უკრაინელ ხალხზე, როდესაც ამ ომს იწყებდა და დიახ, ის იყო პროვოკატორი, ასე რომ ვთქვა და პროვოცირება მან მოახდინა ამ ომის, იმიტომ რომ ამაზე ხო დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ, არ შეიძლება იბრძოლო დათვს და იყო ჭიანჭველა და გეგონოს, რომ ამ დათვს მოუგებ. ჭიანჭველაა, დიახ, ზელენსკი ამ შემთხვევაში არის ერთი ჩვეულებრივი
ჭიანჭველა, რომელიც კარგად გამოიყენეს თავის დროზე იმისათვის, რომ რაღაცნაირად დაესუსტებინათ პუტინი, მაგრამ პუტინიც ვერ გათვალეს რა დონეზე ძლიერია, მით უმეტეს ძლიერია თავისი გარშემო წრით. იმ წრით მიწყავს რუსეთში, მიწყავს მოსკოვში იმ ოლიგარქებით, რომლებიც ყავს მოსკოვში პუტინს და ამას ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის და იმ ადამიანებითაა ძლიერი, რომელიც მას ერთგულად გვერდზე უდგენან. ასევე ზელენსკი ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინელი არ არის, მას არ ადარდებს ეს მიწა და მას არ ადარდებს ის ხალხი, რომლებიც სამწუხაროდ გარდაიცვალნენ და სამწუხაროდ შეეწირნენ მის რაღაც ახირებას, რომ ეგონა რომ დაამარცხებდა და ამით შევიდოდა ისტორიაში და რა თქმა უნდა იშოვდა ძალიან ბევრ ფულს. კი ბატონო, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს ასეთ რამეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთი მზადაა განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის განხორციელებაში. ჩინეთი თავის პოზიციას არაერთხელ აფიქსირებდა. უბრალოდ, ისეთი დიპლომატიური ხაზი ეჭირა, რომ უკრაინელებს მაგალითად აი ზელენსკის ადმინისტრაციას ეს არ მოწონდა. ასევე ამ სამშვიდობო შესაძლო გადაწყვეტაში აქტიურად იყო ჩართული თურქეთი, სადაც ახლა ერდოღანი მაგალითად ამბობს, რომ ის მიესალმება ცეცხლის შეწყვეტის სასწრაფო გადაწყვეტილებას, იქნება ეს ზღვაზე, ჰაერში თუ ხმელეთზე. რითაც ერთის მხრივ იმ ნარატივს დაუჭირა მხარი, რაც დასავლეთის ქვეყნებს აქვს. ანუ ეს დიდი ბრიტანეთი, ეს სტამერი, ასევე მაკრონი, სხვა ლიდერები, როდესაც პრინციპში ანტირუსულად განწყობილი ლიდერები, რომ იკრიბებიან, სულ ამას ამბობდნენ ამ ბოლო პერიოდში, რომ იქნებ ცეცხლის შეწყვეტას მაინც მევახციოთო, მაგრამ რუსეთი ამას უყურებს ეჭვის თვალით. რუსეთში კეთდება განცხადებები, რომ თუ ასეთი რამე მოხდა, ეს იქნება უბრალოდ გადაჯგუფება და ამოსუნთქვის საშუალება მოწინააღმდეგისთვის, რაც აპრიორი წინასწარ აცხადებენ, რომ ამას არ მიიღებენ. და აი გუშინ მაგალითად გამოხმაურება იყო მაკრონის ამ ბრავადაზე ბირთვული უსაფრთხოების შესახებ, ვითომ თავდაცვის, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო მუქარა რუსეთის წინააღმდეგ. მედვედევმა გააკეთა იქ განცხადება X პლატფორმაზე დაწერა, რომ როგორც ჩანს მაკრონს დაავიწყდა, როგორ დაასრულა ნაპოლეონმა რუსეთთან ეს ბრძოლა. ხო, და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ევროპა ფაქტია რომ ცდილობს, მაგრამ რამდენად შესწევს უნარი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე რაიმე კონცენტრირება მოახდინოს ახლა რუსეთის წინააღმდეგ, ეს ხო ძალიან ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, განსაკუთრებით ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც გამოდიოდნენ ევროპარლამენტის თავმჯდომარეს გამოვიდა და ყვიროდა იმის შესახებ, არადიპლომატიური განცხადება იყო, რა თქმა უნდა, რომ 100 არ ელაპარაკებიან პრეზიდენტს და 100 არ ელაპარაკებიან ადამიანს, რომელიც ომშია და ჩვენ ყველანაირად გვერდზე დავუდგებით. რეალურად, ფაქტებით უნდა ილაპარაკონ. არ არის იმის დრო, რომ შეშფოთდნენ და აღშფოთდნენ ახლა იმ სიტუაციით. რაც შეეხება ჩინეთი-ამერიკის შეხვედრას, მე ძალიან გულისყურით ვაკვირდები ამ მოვლენებს, იმიტომ რომ ძალიან მეშინია იქ აუცილებლად წამოიწევა საქართველოს საკითხი და ძალიან მეშინია, რომ ისინი ვერ მიაღწევენ რაღაც შეთანხმებას და ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, თუ ტრამპმა ამ შემთხვევაში ჩინეთთან ვერ მიაღწია ვერანაირ შეთანხმებას და ვერანაირ მოლაპარაკებები ვერ შედგა. თუმცა ისევ უკრაინას რომ დავუბრუნდეთ ამ კუთხით და ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა ხდება ახლა რეალურად, ხდება ის რომ ზელენსკიმ უნდა დათმოს თავის პოსტი. პირველი რაც უნდა გააკეთოს, თუ მართლა რაღაცნაირად კიდევ გონსარი და შესწევს იმის უნარი, რომ რაციონალურად იმსჯელოს და იაზროვნოს, უნდა დათმოს თავის პოსტი და რაღაცნაირად მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დიახ საკუთარი თავი გადაირჩინოს, იმიტომ რომ ის რაც უკვე მოხდა, იმას უკვე აღარაფერი აღარ ეშველება. ფაქტიურად უკრაინა განადგურებულია, ევროკავშირი თავის თავზე უნდა იფიქროს და თავის თავი აქვს ახლა გაჭირვებაში, იმიტომ რომ დღე-დღეზე და უკვე ძალიან მალე სავარაუდო დაშლისკენ წავა და უკვე ძალიან დიდი ხანია ფაქტია, რომ დაშლისკენ მიდის, კი არა, ნატოც კი შეიძლება დაშლისკენ წავიდეს, ისეთი სიტუაციაა დღეს მსოფლიოში და ასევე ელოდება ევროკავშირის არჩევნები, სადაც სავარაუდო დღევანდელი პრეზიდენტი ევროკავშირის თავმჯდომარე ვეღარ გახდება, ასე რომ ვთქვათ, თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, დიახ, ტრამპი გასათვალისწინებელი ძალაა, უნდათ თუ არ უნდათ მოუწევთ ამის გათვალისწინება და ასევე ევროკავშირს არ აქვს იმის
შესაძლებლობა, რომ ამდენი მილიარდი დაეხმაროს ერთ პატარა ქვეყანას, როდესაც რეალურად მათ თვითონ აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. ამიტომ მგონია, რომ დიახ, ეს ომი დასასრულს უახლოვდება, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის არა ხელსაყრელ გარემოებებით, მაგრამ მეტი გზა არ არის. ამაზე უნდა ეფიქრა იმ ადამიანებს და იმ ქვეყანას და იმ ქვეყნის ადმინისტრაციას და იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელ ქვეყანასაც დღეს წარმოადგენს ზელენსკი. მათ უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ ეს ცირკის მასხარა არასდროს არ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი და მას არ უნდა ქონოდა ამხელა ლეგიტიმაცია, რომ ამ ფაქტიურად უკვე წინასწარ განსაზღვრულ შედეგი წინასწარ განსაზღვრულ ომში ჩაერთოთ. კი ბატონო. და ტრამპი ახლა ამბობს, რომ ნატოს წევრებზე არის საუბარი, თუ არ გადაიხდიან მათ დაცვას არ ვაპირებ. ახლა იქ მოძრაობაა დაწყებული თვითონ ზელენსკიც შეხვდა რიუტეს ნატოს გენერალურ მდივანს და ახლა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო არაფერია. კი ბატონო. ზუსტად მაგიტო ვთქვი, რომ უკვე დაშლის ნიშნები ჩანს თქო, იმიტომ რომ რეალურად ტრამპი ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სანამ მოვიდოდა პოლიტიკაში არის ბიზნესმენი პირველ რიგში, მან გადახედა. სულგარიგებებზე საუბრობს. გადახედა ეხა რეალურად იმ სიტუაციას, რაც დახვდა ადმინისტრაციაში, ნახა რომ ძალიან დიდი გასავალია, აქეთ უკრაინის გასავალი, იქით ამათი, ანუ ძალიან დიდი გასავალია ქვეყანას და ის ზრუნავს და ფიქრობს საკუთარი ქვეყნის შემოსავალზე, საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტზე და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაზე და რანაირად შეიძლება რომ ამაზე ვთქვათ, რომ არასწორად იქცევა, იმიტომ რომ ყველა პრეზიდენტი რეალურად მხოლოდ ამაზე ფიქრობდნენ საკუთარ ქვეყანას რა შემატოს ან როგორ დაეხმაროს, ხო? ეხა სისულელი ამხელა ქვეყანა ეხმარებოდეს იმ პატარა რაღაც ჭიანჭველის ხელა ქვეყანას, რომელიც უკვე წინასწარ იცის, რომ წაგებულ ომს თამაშობს. ანუ რაში უნდა აწყობდეს, გამაგებინეთ რა. თან მილიარდობით დოლარზე აქ ლაპარაკი და ევროზე, აქ არ არის ლაპარაკი მილიონობით რაღაც გადაურიცხა ვიღაცამ ზელენსკის, აქ მილიარდობით ძალიან დიდ ფულზეა ლაპარაკი, რომლის ნახევარი ფაქტიურად დაკარგულია და არავინ არ იცის სად არის დაკარგული და დიახ, ტრამპი როგორც პირველ რიგში ალბათ ბიზნესმენი და ასე მოაზროვნე ადამიანი, დიახ, მოკითხავდა აუცილებლად ამა ზელენსკის და ერთი წამით როგორ ეპარებოდა ვინმე სეჭვი, რომ ეს უბრალოდ შერჩებოდა, მაგას ვერ ხვდები. კი ბატონო, ტრამპი ამბობს, თქვენ თქვით, რომ ფინანსისტია, ბიზნესმენია. ვფიქრობ, უკრაინას სურს გარიგების დადება, რადგან არჩევანი არ აქვს. ეს ჩვენც ვიცით, რომ არჩევანი არ აქვს და ცუდ მდგომარეობაში არიან და თუმცა ანალოგიურს ამბობს რუსეთზე, რომ რუსეთსაც სურს გარიგების დადება, რადგან მათაც არ აქვს არჩევანი. ეხლა აქ ცოტა უტრირებს, იმიტომ რომ რუსეთი თავის არჩევანს ყოველთვის იპოვებს. ეს მგონია, რომ დიპლომატიური განცხადებაა, რომ არ უნდა რომ რომელიღაცის მხარე დაიჭიროს, ან აირჩიოს რომელიღაცის მხარე. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ამდენი ქვეყნის განდგომის მიუხედავად და სანქციების მიუხედავად რუსეთს შეუძლია თურმე ისევ ფეხზე მდგარმა იარსებოს და მე არ ვიცი მართლა შოკირებული დავჭი, რომ ფაქტიურად მთელი მსოფლიო განუდგა რუსეთს, მაგრამ რუსეთმა შეძლო, რომ არ დაცემულიყო და ზუსტად აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ვინმე კიდევ შეიძლება ეჭვი ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, ეს ომი როგორ დასრულდება. თუმცა მე მესმის იმ ადამიანების და იმ მაყურებლების, ახლა ვინც გვიყურებს, რომ შეიძლება რუსეთის მიმართ ჰქონდეთ აგრესია, მაგრამ მე მინდა ძალიან მარტივად ავხსნა, როდესაც შენი მტერია ქვეყანა იქნება თუ ადამიანი, იმის პლუსები თუ არ დაინახე, ვერასდროს ვერ მოერევი და დიახ, ეს პლუსია, როდესაც მთელი მსოფლიო წინ აღუდგა და ისინი დადგნენ ფეხზე და აქედან გამომდინარეც უნდა ხვდებოდეთ რამხელა ძალა აქვს, ესე იგი რუსეთს საიმისოდ, რომ ვიღაცას გვინდოდეს რომელიმე საქართველოს მოქალაქე იქნება თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, უნდოდეს უბრალოდ რომ ჩაებას მასთან ერთად ომში, იმიტომ რომ ეს წინასწარ განსაზღვრული ომია, გვინდა თუ არ გვინდა. შეიძლება ჩვენ ძალიან ბევრ მოქალაქეს რუსეთის მიმართ აგრესია აქვს, მაგრამ ფაქტია და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ისევე როგორც უკრაინა ვერასდროს ომში ვერ მოუგებს რუსეთს. მივედით ეს ძალები, რაც გუშინაც კეთდებოდა მთელი რიგი განცხადებები ამ ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ არიან ჩამოკიდებულები. ტრამპი. კი, აი ამ deep state-ის და იმ ნაწილზე, რომლებიც კონგრესში ტრამპის გამოსვლის დროსაც ისხდნენ უკრაინის დროში და ეს დემოკრატები. იქაც არიან ეს ცხელთავიანი ხალხი, რომლებიც ამათ ასაზრდოებენ.
როგორც მე ანუ როგორც ფინანსურად ასევე გადასხმას ახდენენ პირდაპირ ხო ანუ გადასხმას ახდენენ აი მენტალობის და ხო ნუ ხაზარაძის განცხადებები იყო გუშინი კანაკლიასაც გადაწყვეტა იქ ამერიკის ინტერესები შტატების უნდა დაბრუნდესო და ასე შემდეგ მაგრამ ეს ხალხი ეხლა აი აქ ვინც აპროტესტებდა და მთელი ეს თვეების განმავლობაში ფეხებს რო აბაკუნებდნენ ახალგაზრდებიან ძველგაზრდებიანად ახლა არიან რაღაც გაჩუმებულები ანუ ყოველ შემთხვევაში დაფინანსება შემოგვიყვათ ბატონო და ჩანს რომ აღარ აქტიურობენ. ნუ ყოველ შემთხვევაში ისე აღარ აქტიურობენ, რაც ჩვენ იცით რა არის იმ დღეს საუბრობდი ამაზე და დღესაც მინდა რომ გავმეორდე ეთერში. მე ძალიან მწუხვარ და რაღაცნაირად ძალიან განვიცდი იმ ამბავს რომ მაგალითად მე როდესაც ვიყავი ნაცების დროს ოპოზიციაში აბსოლუტურად არანაირი ჩემი საქციელი, არანაირი ჩემი ქმედება, ჩემი აქციებზე ღამეების თენებები არასდროს არ ყოფილა დამოკიდებული ვინმეს დაფინანსებაზე, ან იმაზე იქნებოდა თუ არა ელემენტარულად საკვები მოტანილი. იმას თავი დავანებთ, რომ არანაირი სხვა დაფინანსება ჩვენ არ გვქონდა. იმიტომ რომ ეს რეალურად იყო შინაგანი რწმენა და მიუღებლობა იმის, რაც ხდებოდა ქვეყანაში და დღეს სამწუხაროდ ასეთ ახალგაზრდას ვერ იპოვით აქციაზე. მართლა არ არიან ესეთი ახალგაზრდები, იმიტომ რომ რეალურად თუ არიან ესეთი ახალგაზრდები, მაშინ სად არიან? სად არიან დღეს, როდესაც დაფინანსება ფაქტიურად ну, შეეზღუდათ ასე რომ ვთქვა, თუმცა აქვთ რაღაც დოზი დაფინანსება, ისევ მაინც იმის მიუხედავად, რომ დაფინანსება აქვთ რაღაც დოზით, მაინც აღარ ჩანან, ხო? ვხედავთ რომ რაღაცა გამონათებები აქვთ, რომ ხალხს არ დაავიწყდეს და იქაც ძალიან სამარცხვინო ცოტა ადამიანი დგას, იმიტომ რომ ჩვენ იმასაც ძალიან კარგად ვხედავთ, რომ გზის გადაკეტვასაც კი ვერ ახერხებენ. მე მართლა გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ამ ახალგაზრდებზე იქნებოდა თუ ძველგაზრდებზე აკეთებდა აქცენტს და აკეთებდა კურსს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად ამ ადამიანებით ბრძოლა არ იგება თავი დავანებოთ ომს. ანუ მე ახლა ვსაუბრობ ჩვენ შიგნით, ქვეყნის შიგნით სიტუაციაზე. ბრძოლა არ იგება ამით. არა თუ ბრძოლა არ იგება, არაფერი ამით არ იგება, თუ ადამიანს დღეში უხდი 150 ლარს ან 200 ლარს იმისთვის, რომ გამოვიდეს ელემენტარულად დადგეს აქციაზე. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ რაღაცეების დალეწვაში ზუსტად ვიცი რომ 500 ლარს აძლევდნენ თვითოულ იმას, რა ქვია, აქციის მონაწილეს თუ Paybox გადაატრიალებდა თუ თავისი ქვეყნის რუსთაველის იმას და ქვეყნის სკამს ბიუჯეტიდან ნაყიდ სკამს თუ დალეწავდა ამისთვის აძლევდნენ 500 ლარს აბსოლუტურად ყველაფრის მოლოტოვის როლისთვის აძლევდნენ 1000 ლარს სინამდვილეში რა გააკეთეს ამ ახალგაზრდებმა სინამდვილეში გააკეთეს ის რომ თავისივე მომავალი დაღუპეს ეს ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან მხოლოდ იმიტომ რომ დიახ დააშავეს და დააშავეს იმიტომ რომ მათ უთხრეს ასე გააკეთეო და არც ერთი ეს ძალიან სწორად მინდა გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა საქართველოს დღეს არ არსებობს მეგობრებო პოლიტპატიმარი იმიტომ რომ პოლიტპატიმარი არ ნიშნავს იმას რომ დამნაშავე არ არის მაგრამ ნიშნავს რომ პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული და ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ გვყავს დაპატიმრებული ადამიანი ჩვენ გვყავს დაპატიმრებული ადამიანები და ძალიან ცოტა აქვთ, ვისაც აქვს მისჯილი და კიდევ ძიებაში არაერთი ადამიანის საქმე, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენმა ლიდერებმა, იმ ადამიანების ლიდერებმა, რომლებიცაც გჯერათ ამ ადამიანების დღემდე, გამოდიხართ ქუჩაში და ყვირიხართ იმას, რომ ჩვენ თურმე პოლიტპატიმრები ყავს ქვეყანაში და თან არაადეკვატურ რიცხვებზეა საუბარი, ხვდებით, ახლა ჩვენ რეალურად ნაცების დროს 180 პოლიტპატიმარი ყავდა და ესენი არაადეკვატურ რიცხვზე ავიდნენ ამ პოლიტპატიმრების თვალთვლით ვეღარ დაიღალნენ და სინამდვილეში იმ ადამიანებს უნდა მოკითხონ პასუხი ამ ყველაფერზე რაც დღეს ხდება ქვეყანაში და რისთვისაც ხედან ეს ციხეში ვინც ამისკენ ყოველდღიურად უტარებდა ტრენინგებს რომ ასე გააკეთეთო ეუბნებოდა აგულიანებდა ფულს აძლევდა ამის გაკეთების გამო უხდი და სწავლის გადასახადებს უხდი და სოფლიდან და იმიდან ჩამოსულ რა ქვია რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს უხდიდნენ ბინისქირებს რისთვის უხდიდნენ თქვენი აზრით ბატონო დავით იმიტომ რომ ქველმოქმედები არიან ნაცები მე ვერასდროს ცხოვრებაში ვერ დავიჯერებ რომ ნაცი შეიძლება ადამიანის მკვლელი შეიძლება რომ ქველმოქმედი იყოს არა ქველმოქმედების გამო ისინი ამას არ აკეთებდნენ ისინი ამას აკეთებდნენ იმიტომ რომ ეს ბავშვები გამოეყენებინათ როგორც საფარი და შემდეგ ამ ახალგაზრდების საფარად გამოყენების შემთხვევაში ეს ქვეყანა ისე უკან წაიყვანა ძალიან ბევრი წლით და კიდევ კარგი რომ გადავშით კიდევ კარგი რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მაქსიმალური
არ ვიცი ძალიან ლამაზად ძალიან დიპლომატიურად შემოატრიალა ეს ყველაფერი სადღაც ყურადღებას არ აქცევდნენ ამ აქციებს სადღაც კი ბატონო ხდებოდა დაშლა იმიტომ რომ როდესაც გადადიოდნენ ესენი უკვე ყირაზე და როდესაც გადადიოდნენ წითელ ხაზებს ამ შემთხვევაში ხდებოდა დაშლა და არა დარბევა რაც მთავარია იმიტომ რომ დარბევებს ჩვენ მოსწრებულები ვართ მეგობრებო და ვერავინ ვერასდროს ვერ მომატყუებს მე რომ იმას რასაც მე ვუყურებდი იყო დარბევა და ის რაც ჩემ თავზე მაგადატანილი ისის დარბევა იყო და ესეც დარბევა იყო ანუ სასაცილოდ არ მყოფნის რა თქმა უნდა მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ ახალგაზრდას რომელიც არის მართვადი და სამწუხაროდ დღეს დიახ, მართვადი ახალგაზრდების ნაწილი ყავს ისინი, ვინც დადიან აქციებზე და ესე უწიფრად ყვირიან იმას, რომ თურმე ისინი დადიან იმისთვის, რომ მათ უნდათ გზა ევროპისკენ. ოღონდ გზა ევროპისკენ აღარ არსებობს. გადახედეთ მსოფლიო პოლიტიკას. თვითონ ევროპას აქვს პრობლემა. მსოფლიო პოლიტიკას გადახედეთ და გზა ევროპისკენ აღარ არსებობს. ევროპამ თვითონ ერთმანეთის დაჭმა დაიწყო. რეალურად ევროკავშირი მალე დაიშლება. ნატოს თავისი გასაჭირი აქვს, რომ ფულის გადახდას თხოვს უკვე ტრამპი და თუ გზა ამერიკისკენ გინდათ, მაშინ ამერიკა პირველ რიგში გეუნებათ იმას უკვე მეგობრებო, რომ პირველი არის სარწმუნოება, თვითონ არიან აღფრთოვანებულები იმით, რაც თქვენ აგინებთ პატრიარქს და აღფრთოვანებულია აგერ ილონ მასკი პატრიარქით და პატრიარქის გადაწყვეტილებებით, რომლებიც წლების წინ მიიღო პატრიარქმა. თვითონ თქვენ აგინებთ სარწმუნოებას და ადამიანები ამერიკაში უკვე გამოდიან და იმას რა ქვია ჯვარი აქვს გამოსახული მარკო რუბიოს ისახავენ იმისთვის რომ დაამტკიცონ რომ ნამდვილად არიან ქრისტიანები და ნამდვილად ამ მარხვის პერიოდში პატივს ცემენ ამ ჩვენ სარწმუნოებას და ვერ გავიგე ამ ხალხს საით უნდა ანუ ეს გამოსული რაღაცა ფარა რომელსაც წინამძღოლიც კი აღარ ყავს მე მგონი იმიტომ რომ ყველა რაღაც დამალულია ვიღაც ყვირის რუსეთუმე ტრამპიო და აგერ ბატონი ხაზარაძე გამოდის და აღარ იცის ტრამპს როგორღა იმას ქნას რა ქვია მოულბოს გული ასე რომ ვთქვა და რაღაცები გააკეთოს იმისთვის რომ რაღაც დაფინანსება მაინც მიიღოს ამერიკისგან თავისი პარტიის იმიტომ რომ თავის ფულის ხარჯვა არავის არ უნდა და ამ ყველაფრის ფონზე ეს ახალგაზრდები უკაცრავად სად იკარგებიან ან ეს ჩვეულებრივი მოქალაქეები სად არიან ანუ რისკენ არის რიღასთვის გამოდიან გარეთ ეგ გამაგებინეთ ისთვის იბრძვიან. ანუ ასე არ მესმოდა მე ზუსტად როდესაც კანონ გამჭვირვალობის შესახებ ყვიროდნენ რომ რუსული კანონია როდესაც ამერიკაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ზუსტად ესეთი კანონი არის ბევრად მკაცრი. ანუ იქ ციხესაც კი ითვალისწინებს ეს კანონი და კიდევ უფრო გაამკაცრებს და ამოქმედებს ტრამპი მიამის მჯერა იმიტომ რომ ზუსტად ისე უდგება ამ ყველაფერს როგორც უნდა მიუდგეს ის იძახის რომ ყველა დაფინანსება რომელიც იქნება გაურკვეველი მიზნებისთვის უნდა იყოს აუცილებლად აკრძალული და აღარ უნდა დაფინანსდეს აღარც ერთი ასეთი გაურკვეველი ორგანიზაციები და ამ შემთხვევაში ვეღარ ხვდები რიღასთვის იბრძვის აქ რაღაცა 2%-იანი პარტია დიდი მადლობა ლიკა გადაცემაში სტუმრობისთვის ჩვენი პირველი ბლოკის დრო ამოიწურა მადლობას მოგახსენებთ მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ უფლებადამცველი ლიკა გამრეკელი ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში მომდევნო სტუმართან ერთად დაგველოდეთ მუხრან მაჭავარიანის წერილი შვილს სამშობლო არ დაივიწყო შვილები ქართველებად დაზარდა დაუკვირდი საკუთარ თავს კარგად დაუკვირდი. განა არ გრძნობ ყოველ მხრივ უპირატესობას ყველა სხვა ერის წარმომადგენლებთან შედარებით. არ შეიძლება არ იგრძნო უკვე თუ კარგად დაუკვირდები. და როგორ გონია, რა არის ამ გრძნობის საფუძველი? საჩხერე ჭიათურა ზესტაფონი? დღევანდელი უბადრუკი საქართველო? არა. შენი ამ უპირატესობის საფუძველი შენივე სისხლია. ის სისხლი, რომელიც ჩქებდა შენი შორეული წინაპრების ზარღვებში, დააც შენში ჩქებს. ვინ იყვნენ შენი წინაპრები? არ გეგონო შენი სისხლის ისტორია დავით აღმაშენებლით, შოთათი, ილიათი, აკაკითი და ვანიჩკათი იწყებოდეს. შენი მხალხის სისხლი და ხორცი ხარ, რომელიც ფლობდა მთლიან კავკასიას, მცირე აზიას, სირია, პალესტინა, ფინიკიას. ხმელთაშუა ზღვის მთელაოს ქართულმა მოდგმამ პირველმა მოიპოვა და დაამუშავა სპილენძი, რკინა, ფოლადი, ვერცხლი, ოქრო. ქართული მოდგმის წვლილია ვენახი და ღვინო. საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. საქართველომ ჩაიბარა კვართი უფლისა. დედამიწის ზურგზე არც ერთ ერს თავის ქვეყანაში
იმდენი ტაძარი არ აქვს, რამდენიც ქართლთ. ქართული ქრისტიანობა განსხვავებულია ყველა სხვა ერის ქრისტიანობისგან. ქართველთათვის ის ქრისტიანობა, რომელიც გვაქვს, არის არა მარტო სჯული, არამედ მიწა-წყალი საქართველოსი. ისმინე ადამიანო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიე. ხედავთ რა მდგომარეობა არის, როგორ იღწვის კოლექტიური დასავლეთი რომ გააგრძელოს ის ხაზი, რასაც უყურებთ რუსეთთან მიმართებაში. ანუ რუსეთი არის მათი კონკრეტული მტერი, აღარც მალავენ. მაკრონის გამოსვლა იყო ამის მტკიცებულება, სადაც ის უკვე პირდაპირ ბირთვულ მუქარაზე გადადის, უბრალოდ ეს შეფუთული იყო სხვაგვარად, რომ ევროპა სჭირდება საერთო ესეთი ქოლგა ბირთვული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ საფრანგეთი არის ასეთი ბირთვული კლუბის წევრი და აქვს შესაბამისი, ვთქვათ, როგორც შეერაღება, ასევე მატარებლები, როგორც საზღვაო, ასე თვითმფრინავები და ასე შემდეგ. მაგრამ რუსეთისგან იყო პასუხი, რომ ამას განიხილავს, რა თქმა უნდა, საფრთხეთ და იქნება ამაზე ადეკვატური პასუხი და ასევე იყო მინიშნება გაახსენეს თუ როგორ დაასრულა ნაპოლეონმა რუსეთთან დაპირისპირება, როგორც ჩანს მაკრონს ეს არ ახსოვს და იქ მედვედევმა ასევე თქვა, რომ თავად ემანუელ მაკრონი აღარავის აღარ ემახსოვრება 2027 წელს, როდესაც უკვე არჩევნები იქნება, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, ასე რომ არ ღირს ყურადღების მიქცევად. გარდა ამისა, ახლა მაინც ბრიუსელში ამ შეკრებაზე ცდილობენ, სხეულთ მოძრაობები აქვთ, რაღაცა მოიფიქრონ, რომ გააგრძელონ ეს დაპირისპირება რუსეთთან. აცნობიერებენ ასევე იმ საფრთხეს, რომ ტრამპი აღარ არის ენთუზიაზმით აღჭურვილი, რომ დაეხმაროს მათ რუსეთთან დაპირისპირებაში. პირიქით ის მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს კონფლიქტი. ზელენსკიც მიიყვანეს იმ კონდიციამდე, რომ აგერ უკვე საუდის არაბეთში შეხვდება პრინც ბენ სალმანს და გამართავს მოლაპარაკებებს, ანუ ის უკვე იძულებულია, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. საინტერესო იქნება თავად რუსეთის პოზიცია, როგორ მოხერხდება ზელენსკისთან ერთად დაჯდომა სალაპარაკოდ. ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ასე არ იქნება, მაგრამ რაღაც მექანიზმი იქნება შემუშავებული. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ტელემოყურებელს. აბსოლუტურად დაგეთანხმებით ბატონო დავით, ძალიან ესე იგი ის პროცესი მიდის, რასაც ჩვენ ველოდით, ჯერ კიდევ მე 2022 წელს, როდესაც დაიწყო სპეცოპერაცია უკრაინის ტერიტორიაზე, იმისათვის რომ შეჩერებულიყო ეს დასავლური მილიტარიზმი და რუსეთის მხარე ჯერ 2021 წლის დეკემბერშიც საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლები პირდაპირ იძახდნენ, რომ არ უნდა მოხდეს დასავლეთის მხრიდან უკრაინის მილიტარიზაცია და წაქეზება კონფლიქტისკენ. და 2 თვის განმავლობაში რუსეთის მხარე აი ამ ასე ვთქვათ განცხადებებით მიმართავდა კოლექტიურ დასავლეთს, თუმცა მაშინ ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ბრიუსელში აცხადებდნენ, რომ ისინი ასე ვთქვათ მხარს უჭერდნენ კიევს და ამას მოყვა ზელენსკის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე უკვე 2022 წლის დასაწყისში ასეთი მილიტარისტული განცხადებებით და ამას მოყვა უკრაინის ეს ნაცხუნტის არმიის გადასროლა აღმოსავლეთ მხარეს, ანუ დაიწყეს დონბასის დაბომბვა, დაარღვიეს მინსკის შეთანხმება და შემდეგ უკვე ბომბები ცვიოდა უკვე როსტოვის ოლქში და რუსეთი იძულებული გახდა რომ ეპასუხა იმით რომ დაეწყო სამხედრო სპეცოპერაცია, ხო, რაც უკვე 3 წელზე მეტია გრძელდება და ჩვენ მაშინ ვთქვით რომ ახალი დაწყებული იყო ეს სამხედრო მოქმედებები და ჩვენ ვთქვით რომ
კოლექტიური დასავლეთი დამარცხდება და დღეს ვხედავთ რომ ამას ყველა აცხადებს, ხო? გარდა იმ არაადეკვატური ლიდერები, ასე ვთქვათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისა, ეგრეთ წოდებული ლიდერებისა, რომლებსაც ფაქტიურად მათივე მოსახლეობა მხარს არ უჭერს, მათ შორის იგივე მაკრონი, შოლცი, სტარმერი და სხვები, რომლებიც გამოდიან ლოზუნგებით და მოწოდებებით, რომ კიდევ უნდა გააგრძელონ უკრაინისთვის მხარდაჭერა, 800 მილიარდზე არის საუბარი, რომ ესე იგი კაია კალასმა რაც განაცხადა, რომ თავს მოუყრიან და გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, ვითომ ეს რუსეთის შეჩერებას და ასე შემდეგ, სულელური განცხადებები, რასაც ისინი რა თქმა უნდა ვერ გააკეთებენ. რუსეთი მოახერხებს, ანუ გააკეთებს იმას, რაც იყო გაცხადებული ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში ვლადიმერ პუტინის მხრიდან, რომ უნდა მოხდეს რუსეთის დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და შემდეგ უკვე არ უნდა იყოს დაშვებული უკრაინის შესვლა ნატოში. და რა თქმა უნდა ამას უნდა მოყვეს ის, რომ დასავლეთის მხრიდან უნდა იყოს აღიარება იმ ოლქებისა, რომლებაც ჩაატარეს რეფერენდუმი და შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. ყირიმი რა თქმა უნდა პირველ რიგში 2014 წლიდან და შემდეგ უკვე ის 4 რეგიონი, ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი და ზაპოროჟიეს რეგიონები, რომლებიც თავისი ნებით, ანუ ეს იყო ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი, რომ დაეცვათ თავი კიევის აგრესიისგან და შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას და დღეისათვის ისინი ეს რეგიონები ვითარდება ყოველდღიურად. მარიუპოლის მაგალითი რო ავიღოთ, იგივე მე რაც ვიყავი და ნახე ლუგანსკში, მთელი ქალაქი დავათვალიერე ფაქტიურად შარშან ზაფხულში და ყოველდღიურად მიდის მშენებლობა, რეაბილიტაცია. ლუგანსკის ოლქი მთლიანად აღებული აქვს, რუსეთს პატარა მისხალი დარჩა ოდნავ შემოსაერთებლად. კი, და ასევე დონეცკი ფაქტურად გათავისუფლებულია თითქმის მთლიანად ტერიტორია და ასევე უკვე რამდენიმე კილომეტრში არიან დნეპროპეტროვსკის ოლქთან, სადაც მოგეხსენებათ მთლიანი უკრაინის ეგრეთ წოდებული მათი ტერიტორიის ყოფილი რესურსები არის თავმოყრილი და 75% უკვე დონბასის ტერიტორიაზე არის. ამიტომ ტრამპის ის განცხადება, რომ იქ ასე ვთქვათ ზელენსკისთან გაფორმდება ხელშეკრულება იმასთან დაკავშირებით, რომ იშვიათი სასარგებლო წიაღისეულებების ასე ვთქვათ გადაცემა ამერიკისთვის იმ ვალის სანაცვლოდ, რასაც ისინი აცხადებენ, რეალურად არის დაახლოებით 120 მილიარდი, რაც იარაღით მოამარაგა ამერიკამ უკრაინა 3 წლის განმავლობაში და რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული და ეხლა ამერიკის მხარე ითხოვს 500 მილიარდის აი ამ რესურსებს იმის სანაცვლოდ, რაც მათ გადასცეს იმ სამხედრო დახმარება და ფაქტიურად ჩაითრიეს ომში ხო ბაიდენის დროს. და ზუსტად აი ამაზე არის საუბარი ეხლა ელ-რიადში, რაც იგეგმება შეხვედრა, ერთის მხრივ მარკო რუბიოსა და მეორეს მხრივ ერმაკი ხელმძღვანელობს უკრაინის დელეგაციას, თუმცა ამბობენ, რომ იქ ზელენსკიც იქნება და ასე ვთქვათ, შედგება ის მოლაპარაკება, სტარმერიც და მაკრონიც ეხვეწებოდნენ ტრამპს, რომ იმ სკანდალის მერე, რაც მოხდა ვაშინგტონში, ეხვეწებოდნენ, რომ შეხვედროდნენ და აი ზელენსკი მზად იქნებოდა, რომ ასე ვთქვათ, გაფორმებულიყო ხელშეკრულება. და აქედან გამომდინარე, ის ასე ვთქვათ, აი მოკლედ რო შევაჯამოთ აი ეს საკითხი, ესე იგი დასავლეთი თავად უკვე მიხვდა, რომ დამარცხებულია, უფრო სწორედ ამერიკელები ტრამპი და ის ელიტა, რომელიც მხარს უჭერს ტრამპს, ძველი ელიტაზეა საუბარი და არა იმ ახალ ელიტაზე, ფინანსისტებზე, რომელიც ბაიდენისა და კლინტონის კლანის სახით არის წარმოდგენილი. ანუ ტრამპი და მისი გარემოცვა მიხვდნენ, რომ ესე იგი უკრაინის ფრონტზე დასავლეთი დამარცხებული არის რუსეთთან აი ამ ომში, რუსეთი იმარჯვებს და ამას უკვე მთელი მსოფლიო ხედავს და მხოლოდ ამას არ აღიარებს იგივე ბრიუსელის ბიუროკრატია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და პლუს ბრიტანეთი, რომელიც ცდილობს, რომ უხელმძღვანელოს აი ამ ლიბერალ მილიტარისტებს და აი მაკრონთან დაკავშირებით, რაც მან განაცხადა, სოციალში გავრცელდა ასეთი ფოტო, სადაც წარმოდგენილია მაკრონი პამპერსში და ნაპოლეონის ქუდით რა.
და ესე იგი ზუსტად ასახავს მის მდგომარეობას, ანუ ესე იგი მაკრონს უტრიალებს აზრები აი ნაპოლეონის და რაღაც იმ რაც ასე ვთქვათ განაცხადა რომ რუსეთის წინააღმდეგ მოამზადებს აი ამ არმიას და არადა მისი შესაძლებლობები რეალურად უსუსური არის. კი ბატონო, საფრანგეთი არის ბირთვული ქვეყანა, როგორც ისევე ბრიტანეთის მსგავსად. მაგრამ საფრანგეთს აქვს ძალიან მწირი შესაძლებლობები, მათ შორის ესე იგი მხოლოდ ატომური და ბირთვული ქობინების ქონა ეს საკმარისი არ არის იმისათვის რომ მაგალითად ვიღაცას დაემუქრო, ხო? ამისათვის საჭირო არის რომ გადამტანი ქონდეს იგივე ჰიპერბგერითი რაკეტა, მაგალითად როგორც რუსეთს აქვს, როგორც ჩინეთს და ეხლა უკვე ირანს აქვს. ინდოეთიც იწყებს უკვე ამაზე ცდების წარმოებას და შეერაღებაში მიღებას. მაგრამ არც საფრანგეთს, არც ბრიტანეთს და არც შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღი არ აქვს, რაკეტა არ აქვს, მაგალითად ავანგარდის მსგავსი, რუსული რაკეტა ავანგარდის მსგავსი, რომელსაც 30000 კმ/სთ-ის გავითარება შეუძლია და მას არავითარი დღეისათვის დასავლეთში არსებული ვერც ერთი ანტისარაკეტო კომპლექსი ვერ ჩამოაგდებს, ხო? და საფრანგეთს მსგავსი რაღაც არც აქვს და უახლოეს მომავალში ვერც ექნება, მით უმეტეს ბრიტანეთს, რომელიც ქირაობს არენდით ქირაობს ამერიკულ რაკეტებს ბირთვული კომბინებისთვის, ანუ თავისი სარაკეტო სისტემის გასაძლიერება. თავისიც კი არა აქვს, იმიტომ არის ეთყობა ბრიტანეთი ასე ჩუმად და ალაპარაკებს საფრანგეთს და ისინი ცდილობენ ახლა რომ აი ამ ლიბერალ მილიტარისტული ძალების მობილიზება მოახდინონ, რომლებიც მოქმედებენ კლინტონების კლანისა და რომელიც დამარცხდა ტრამპსთან ვაშინგტონში და გადაინაცვლეს ბრიუსელში და მეორეს მხრივ ბრიტანული ელიტა, რომელიც ცდილობს რომ ასე ვთქვათ მოახდინოს აი ამ ევროპული რესურსის, სამხედრო და ფინანსური რესურსის მობილიზაცია და უკრაინაში გაგრძელდეს სამხედრო მოქმედებები. იქიდან გამომდინარე რომ მათ ძალიან ეშინიათ იმის, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები მოილაპარაკებენ და შედგება ხელშეკრულება, შესაბამისად კონფლიქტი დასრულდება და ევროპელ ბიუროკრატებს მოუწევთ პასუხი გაგონ იმაზე, რასაც აკეთებდნენ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, როდესაც მოაწყეს კიევში სისხლიანი მაიდანი და მოიყვანეს იქ ასე ვთქვათ ფაშისტური რეჟიმი, ჯერ პოროშენკოს და შემდეგ უკვე ზელენსკის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელები გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ამერიკელები ფარულად ახორციელებენ მოლაპარაკებას ტიმოშენკოსთან, პოროშენკოსთან, ბუდანოვთან, კიევის მერთან, კლიჩკოსთან და მოწინააღმდეგეებიც უკვე ყავს ზელენსკის. ანუ ამზადებენ ზელენსკის შემცვლელებს და ასევე ლაპარაკი იყო აი ზალუჟნიზე, რომელიც ხელმძღვანელობდა უკრაინულ ამ ვესეუს, შემდეგ ის მოიშორა ზელენსკიმ ტექნიკურად და გადაისროლა დიდ ბრიტანეთში ელჩად და მინდა გითხრათ რომ ახლა როგორც ჩანს მაინც არის ეს ნისლიანი ალბიონის ჰაერის გავლენა ამ ზალუჟნიზეც. თუმცა ახლა მაინც უკრაინელია თავის პოზიციებზე დგას, ის უკვე აკრიტიკებს ტრამპსაც. ხო იყო საუბარი რომ აი ზელენსკის შემცვლელი თუ მოიყვანეს და თუნდაც ფსონი ამ ზალუჟნიზე რო დაედოთ, ვინაიდან ზელენსკის შემდეგ ყველაზე მეტი ავტორიტეტი ჰქონდა ამ რიგით უკრაინელებში, რომ არჩევნები ჩაეტარებინათ. ახლა ის უკვე ამბობს ასეთ რამეს, რომ შეერთებული შტატები არსებულ მსოფლიო წესრიგს ანადგურებს და რუსეთთან კომპრომისის მიღწევის მცდელობით ვაშინგტონი არსებულ წესრიგს ანადგურებს, რაც არის მიუღებელი და ასევე ზალუჟნი ამბობს, რომ ნატოს დაშლის რისკი არსებობს და აფრთხილებს ევროპას, რომ ის შესაძლოა რუსეთის შემდეგი სამიზნე გახდეს. აი აქ რამდენად ყურადსაღებია ამ ზალუჟნის ეს ფანტაზია. Ну, ზალუჟნი ახლა, აშკარად არის, რომ ის არის იგივე, ბრიტანეთის კადრი არის, რომელსაც ზალუჟნი ჩემი აზრით ის მისი კონსერვირება მოხდა, ანუ გამოყვეს ზელენსკის, რომ ის არ ყოფილიყო ასოცირებული იმ დანაშაულებთან, რაცაც ზელენსკი ახორციელებდა ზალუჟნის შემდეგ და მისი კონსერვირება მოხდა ზუსტად იმისათვის, რომ შემდეგ უკვე ზელენსკი შეეცვალა. და ზალუჟნი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ნაცბატალიონებთან, რომლებიც ასევე დანაშაულებელ ქმედებებში იყვნენ ჩართული, იგივე დონბასის ტერიტორიაზე, მისი რეაბილიტაცია მომხდარიყო. და
სამშვიდობო ხელშეკრულების თუ ასეთი ხელშეკრულება იქნებოდა, ამის შემდეგ უკვე გამოჩენილი იყო ზალუჟნი, შეეცვალა ზელენსკი და გაგრძელებული იყო ის ანტირუსული რეჟიმი კიევში, რომელსაც დღეს ხელმძღვანელობს ზელენსკი. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეხლა რახან ამერიკელები ხვდებიან იგივე ტიმოშენკოს, შესაძლებელია ზუსტად ტიმოშენკოზე კეთდებოდეს აქცენტი ამერიკელების მხრიდან. და ასევე არახამიაზეც შეიძლება არახამიამო დაიკავოსო დროებითი პოზიცია, დროებით უხელმძღვანელოს უკრაინას, შეცვალოს ზელენსკი, სანამ ჩატარდება არჩევნები. ამაზეც მიდის საუბარი და რახან არახამია მონაწილეობს მოლაპარაკებებში იგივე ამერიკელებთან, შესაძლოა მისი კანდიდატურაც განიხილოს, მით უმეტეს ის არის ასე ვთქვათ უკრაინის პარლამენტის მართველი გუნდის წარმომადგენელი. აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ესე იგი ეკონომიკის თვალსაზრისით, ეხლა რა არის ამერიკის პოზიცია, ტრამპის პოზიცია, ხო? ის კარგად ხვდება, რომ ესე იგი უკრაინაში დამარცხებულია დასავლეთი და რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს იქიდან, იმიტომ რომ დივიდენდებს ვეღარ ღებულობს და სახეც უნდა შეინარჩუნოს, ხო? და ამას დაემატება ის, რომ ის მიიღებს სტატუსს როგორც სამშვიდობო, მშვიდობის მყოფელს, შეიძლება იქ რაღაც ჯილდოებიც მიიღოს. როგორც ობამას ამზადებდნენ ისე და შემდეგ უკვე დაიწყება შეერთებული შტატების ამერიკელების იმ ასე ვთქვათ მილიტარისტული ევროპიდან გამოსვლა, რომ შიდა ასე ვთქვათ პრობლემები მოაგვაროს და შეერთებულ შტატებს ძალიან სერიოზული შიდა პრობლემები აქვს, მათ შორის ეკონომიკური, ახლა 14 მარტს იქნება შატდაუნის კიდე რისკი, რაც შარშან ვიხილეთ მარტში, როდესაც ასე ვთქვათ ფედერალურ ბიუჯეტს არ ქონდა საშუალება, რომ მთავრობისთვის გადაეხადა ხელფასი და ელემენტარულად გაეგრძელებინათ მათ თავისი საქმიანობა. შესაძლოა ეს საკითხიც დადგეს, ამაზეც ემზადებიან ახლა სენატშიც, კონგრესშიც, რომ გაუგრძელონ ვადა. ბიუჯეტში აქვს დაახლოებით 30%-იანი დეფიციტი, დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის, რაზეც მასკიც და სხვაებიც ხშირად საუბრობენ ხოლმე და ყოველწლიურად 2 ტრილიონით ზრდიან საგარეო ვალს. იმიტომ არის დღეისათვის უკვე 35 ტრილიონი, ხო, ამერიკის საგარეო ვალი. ამას ემატება ის, რომ ყველა მეზობელთან ფაქტიურად სატარიფო ომი აქვს ტრამპს, მექსიკა, კანადა, მithumetes მექსიკას და კანადას დროებით შეუჩერა ამ ავტომწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ, იქ ხომ ამერიკული General Motors ელაპარაკი Ford-ზეა საუბარი, აქვთ ქარხნები მექსიკასა და კანადაში. ეთყობა ამ ავტომწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ახლა ტრამპი მიესალმება, რომ თავის ქვეყანაში იმ ქალაქებში, რომლებიც ოდითგან ცნობილია ავტო გიგანტებით, ახლა დეტროიტი ავიღოთ თუნდაც და სურს რომ ეს ქარხნები დაბრუნდეს შტატებში. და პაუზა გააკეთა მაინც. ჯერ დაწესდა ეს 25%-იანი ბაჟი, თუმცა მექსიკას და კანადასთან დაკავშირებით დროებით ერთი თვით შეაჩერა, მორატორიუმია გამოცხადებული. ხო, ჩინეთს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ახლა ჩინეთი მზარდი ეკონომიკაა, ლიდერია მსოფლიოში, გაჭრილია პირველ სამეულში შედის, შესაბამისად ეს ტრამპი გრძნობს, რომ არის საფრთხე როგორც კონკურენტი და ასევე იყო მისია ეს კომისია ორპარტიული, უпростоრად ამერიკის შეერთებული შტატების დაიწყეს მონიტორინგი პორტების, სადაც ამ ჩინეთის ინტერესები არის, თქოთ, ჩინური ტვირთების მიმოქცევასთან დაკავშირებით. იმიტომ იყო საუბარი, რა თქმა უნდა, პანამის არხზეც კი ამბობენ, რომ თქოთ, პანამას აუშენეს ეს არხი, თუმცა მერე $1 მოხდა მისი დაბრუნება პანამისთვის, მაგრამ სარგებლობენ ჩინური გემები. ჩინური კომპანიები ამ პანამის არხით. ესაც უხებს შტატებს და ტრამპი ამას ამბობს. ცდილობს, რომ ჩინეთი შეაჩეროს როგორც კონკურენტი. როგორ ფიქრობთ, გამოუვა ეს?
მე ვფიქრობ, რომ არ გამოუვა, მით უმეტეს ჩინეთმა უკვე მას შემდეგ რაც მით უმეტეს ახლა ერთი კვირის განმავლობაში ამერიკამ გაამკაცრა ის სატარიფო ომი და 10 და 15%-დან 20%-მდე გაზარდა ეს საბაჟო გადასახადი და აქედან გამომდინარე ჩინეთის რეაქცია იქნებოდა, რა თქმა უნდა, ის ლოგიკურია, რომ მან საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა ამერიკას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საპასუხო ტარიფებიც გაამკაცრა და დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი გამოვიდა რამდენიმე სერიოზული განცხადება გააკეთა მათ შორის ესე იგი ეთყობა ამერიკამ დაიწყო ის პროცესი რაზეც თქვენ საუბრობდით და ჩვენ ალბათ გასული წლის ზაფხულიდან ვსაუბრობთ ამაზე რომ შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის ერთადერთი გამოსავალი იქნება ის რომ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ბაზარი დაიკავოს და იქიდან გაიყვანოს ასე ვთქვათ ჩინური სავაჭრო გემები და ზოგადად ჩინეთთან ვაჭრობა ასე ვთქვათ იყოს დაბლოკილი. ამას ამერიკელები გეგმავენ იმით რომ ესე იგი ჩინეთის საზღვაო პორტები საიდანაც გადის ჩინეთის 50% მთლიანი სავაჭრო ბრუნვისა და დაბლოკოს ეს პორტები იმ ქვეყნებიც დახმარებით, მაგალითად ფილიპინები, იაპონია, სამხრეთ კორეა და დღეისათვის დაიწყო სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ასევე იაპონიამ განაცხადა, რომ ის აძლიერებს თავდაცვას, ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ანუ ფილიპინებთან მოხდა პრეცედენტი, პროვოკაცია, როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო პროვოკაცია ფილიპინების მხრიდან. ეს ხშირად ხდება ხოლმე და მოგეხსენებათ ფილიპინებში რამდენიმე სამხედრო ბაზა არის შეერთებული შტატებისა და ზუსტად ისინი უმაგრებენ ზურგს და ეს მცდელობა ფაქტიურად იმისა, რომ დაიწყონ ჩინეთის პორტების ბლოკირება. ამას ასე ვთქვათ ემატება ის რომ ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას მან განაცხადა პანამასთან დაკავშირებით რომ ის დაიბრუნებს პანამას იმიტომ რომ ის ამერიკელებმა აშენეს და ასე შემდეგ და იქ მექსიკის ყურეს უკვე შეუცვალა სახელი ამერიკის ყურეთ გადააკეთა და ასევე დღის წესრიგში დგას გრენლანდიისა და კანადის მიერთება შეერთებული შტატებისთვის და ალბათ ტრამპი ამას გააკეთებს იმით რომ შეთანხმების ტრუდოს გუბერნატორი უწოდა ხო? დიახ და ესე იგი ტრამპი შეეცდება რომ ალბათ მოლაპარაკებების დროს მან საკითხი დააყენოს კანადისა და გრენლანდიის მიერთებაზე. იმის სანაცვლოდ რომ ის დატოვებს ასე ვთქვათ უკრაინას, ის გავა ევროპიდან და ასე შემდეგ. ანუ ეს იქნება მოლაპარაკებების საგანი ტრამპის მხრიდან. იგივე მაგალითად რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, ჩინეთთან მოლაპარაკებების დროს და ასე შემდეგ. მე ასე ვხედავ, ლოგიკურად ასე უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა, ეხლა პანიკაში არიან ბრიუსელის ეს ბიუროკრატია პლუს ბრიტანელები ძალიან სერიოზულ პანიკაში არიან. იგივე მაკრონის განცხადებაც ამას უკავშირდებოდა და ამას უკავშირდება იგივე მაკრონის განცხადება უკვე მეორე დღეს, ოდესაც მან განაცხადა, რომ ის მზად იყო ვლადიმერ პუტინთან გაეგზენებინა მოლაპარაკებები აი ამ ასე ვთქვათ სამშვიდობო მიმართულებით. ანუ ესე იგი ერთ განცხადებას აკეთებენ, მეორე დღეს სულ სხვა გამომრიცხავი განცხადებები კეთდება და შემდეგ უკვე ისინი ცდილობენ რომ ასე ვთქვათ აი ამ თამაშებით ცდილობენ რომ ერთის მხრივ აი მაგალითად ჯეი-დი ვენსმა განაცხადა რომ საჯარო განცხადებებშიო ევროპელი ლიდერებიო ამბობენო რომ ისინი უჭერენ მხარს კიევს, ხოლო პირად საუბრებში ისინი ამბობენ რომ არა, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. ანუ ორმაგი სტანდარტებში დაადანაშაულა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები. ანუ ეს დაპირისპირება ამერიკელებსა და ევროპელებს შორის გრძელდება
და ამ დროს რა ხდება ახლა რუსეთის მხარე, ანუ ის რა თქმა უნდა ექსპერტებს, სამხედრო ექსპერტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები მათ შორის აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის პესკოვმა რაც განაცხადა, რომ ეს ასე ადვილად ვერ მოხდება, ხო, უკრაინასთან დაკავშირებით და ფრონტის ხაზზე რუსეთის არმია წინ მიიწევს ყოველდღიურად რამდენიმე დასახლებული პუნქტი გადადის რუსეთის მხარეს. და ისინი ათავისუფლებენ ფაქტიურად კიევის რეჟიმისგან და ევროპის მილიტარისტებისგან უკრაინელ ხალხს, ხო? და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ კიდე რამდენიმე რეგიონი, აი მინიმუმ რამდენიმე რეგიონი, სადაც ჩატარდება ასევე რეფერენდუმი, ისინი შეუერთდებიან რუსეთის ფედერაციას, როგორც ეს იყო ლუგანსკის, დონეცკის და სხვა ოლქების შემთხვევაში, იმიტომ რომ ისინი ხედავენ ამაში გამოსავალს, რომ თავი დააღწიონ აი ამ დასავლეთის მხრიდან მილიტარიზაციას და კონფლიქტებს, ხო? და ეკონომიკის მხრივ რუსეთში აბსოლუტურად ასე ვთქვათ პოზიტიური ძვრებია, როდესაც დაიწყო უკვე სამშვიდობო მოლაპარაკებები, ეროვნული ვალუტა, რუბლი 10-15%-ით გამყარდა, რაც პირდაპირ აისახა კურსზე, ხო? შემდეგ უკვე ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთმა დღეისათვის უკვე იმპორტოს ამოშენიას რასაც ეძახიან, იმპორტის აბსოლუტურად ჩანაცვლება მოხდა ადგილობრივი წარმოებით, ყველა მიმართულებით მიდის ასე ვთქვათ დაფინანსება. გაზრდილი აქვს ბევრად ვიდრე დიდ ბრიტანეთს ან ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს. დიახ, აბსოლუტურად. გერმანიასთან შედარებით, რომელსაც რეცესია აქვს და პანდემიის შემდეგ 2018 წლის მერე 0.8-9%-ზე არის დაფიქსირებული. რუსეთში რამის 4%-საც და ზემოთ. შიდა მარგი პროდუქტის. და სხვათა შორის ის მერცი, რომელიც ახლა ელოდებიან, რომ გახდება კანცლერი, უფრო სწორედ, მან რაც დაპირდა, წინასაარჩევნოდ რაც დაპირდა, როგორც კი ასე ვთქვათ ქრისტიან დემოკრატებმა და ალიანსმა, რომელსაც წარმოადგენს მერცი, ამ პარტიამ მომენტალურად მოხსნა ის დაპირებები საგარეო ვალთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ისინი გაზრდიან საგარეო ვალს. ანუ მოსალოდნელია, რომ იგივე მართლ პარტიას რეიტინგი დაეცეს გერმანიაში. ამას მოყვება ის, რომ საფრანგეთშიც არ არის სახარბიელო სიტუაცია, ექნებათ პრობლემები თავად ევროკავშირის ქვეყნებს შიდა პრობლემები. მაგრამ გადაირჩევენ ორი აზრი არ არის მომდევნო არჩევნებში, ახლა მაკრონი აღარ იქნება. დიახ, რა თქმა უნდა და აი რუსეთში ახლა დავაკვირდეთ ხო ეკონომიკურ ვითარებას, აი ამ 3 წლის განმავლობაში, რო ცდილობდნენ რომ ამ სანქციებით და წნეხით დაესუსტებინათ, პირიქით, აბსოლუტურად პირიქით ასე ვთქვათ ძლიერდება რუსეთის ეკონომიკა, ყოველწლიურად მატულობს მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკა იზრდება. როგორც მოგახსენეთ, იმპორტის ჩანაცვლება 100%-ით მოხდა უკვე ადგილობრივი წარმოებით და ამას მოყვება ის, რომ ასე ვთქვათ, მთლიანად რაც დასაქმების ინდექსი არის 0-ის ტოლი არის პლუს ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი უკვე დასაქმებული არის რუსეთის ფედერაციაში, ანუ გარე მუშახელი შედის უკვე რუსეთში, ქვეყანაში მოსახლეობა აბსოლუტურად დასაქმებულია, ხდება ძალიან საინტერესო პროცესი ინვესტიციების თვალსაზრისით, ესე იგი თუ ადრე ქვეყანა ცდილობდა რომ ორიენტირებული ყოფილიყო გარე ინვესტიციაზე, დღეისათვის უკვე ინვესტიცია ხდება ბიუჯეტიდან, პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდება საწარმოების მშენებლობა, ბიზნესის სტიმულირება, ასევე საპროცენტო განაკვეთზე მნიშვნელოვანწილად სხვადასხვა სეგმენტებში ხდება ძალიან დაბალი პროცენტით სესხის გაცემა, თუ სიტყვაზე ძირითადი პროცენტი 10%-ზე მეტი არის სეგმენტები, სადაც 2%-ად შეიძლება იგივე იპოთეკური სესხის გამოტანა, სხვადასხვა სეგმენტებში ბიზნესის ასე ვთქვათ დაწყება ამ სესხით 2%-ად და ასე შემდეგ. კამჩატკაზეც კი ჩვენ რო ავიძახით, რომ საქართველოში არ ხდება
მაგალითად იგივე პროდუქციის წარმოება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება კამჩატკაზე მოახერხეს ის, რომ ესე იგი სათბურები აშენდა იმ დონეზე, რომ თვითკმარი არის სამეურნეო პროდუქციით, ხო? ბოსტნეულით და ასე შემდეგ. ამიტომ რუსეთი ეკონომიკურად ვითარდება, ხდება აშკარა არის, რომ მიდის პროცესი რეინდუსტრიალიზაციისა, რაც მიიყვანს იქამდე, რომ ეს ქვეყანა ისე გაძლიერდება, რასაც ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ მოხდება ეკონომიკური ზონის შექმნა, ხო? რუბლის სავალუტო ზონის შექმნა, რომელიც შემოიკრებს ქვეყნებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და დიდი ალბათობით საქართველოც იქნება აი ამ ეკონომიკურ ზონაში, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას განვითარდეს განსხვავებით იმისა, რაც დღეს არის, ხო? რომ ესე იგი დოლარის ეკონომიკურ ზონაში ვართ და რეალურად, ნუ ეხლა ცხადდება, რომ ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკური ზრდა არის, მაგრამ ეს არ პირდაპირ არ აისახება მოსახლეობას და რაც აქედან არის მოსალოდნელი, ხო? რუსეთის ეკონომიკური ზონიდან შეგვიძლია პირდაპირ ესე ვთქვათ მივიღოთ დივიდენდები და ყოველ მოსახლეზე აისახოს ეს ეკონომიკური ზრდა, რუბლი გადაიქცევა საინვესტიციო და სავალუტო რეზერვად და შეცვლის დოლარს და ეს იქნება საქართველოსთვის კიდევ ერთი შანსი, რომ წინ წავიწიოთ ეკონომიკური თვალსაზრისით და აქვე უნდა ითქვას, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, საქართველოს ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ჩვენ დავალაგოთ და დავიწყოთ პირდაპირ დიალოგი რუსეთთან, ჩავერთოთ 3+3 ფორმატში, რასაც ჩვენი პარტიის ლიდერები აცხადებენ ეთერებში, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და რა თქმა უნდა ისტორიული სამოკავშირე ურთიერთობები, იგივე უსაფრთხოების მიმართულებით, ეკონომიკა, რა თქმა უნდა და პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიყოთ დაცული იმ გარე საფრთხეებისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ იგივე ევროპაში, იგივე სხვა ქვეყნებში და ჩვენ ეს იქნება ჩვენთვის გამოსავალი იმისა, რომ გამოვიდეთ აი ამ ასე ვთქვათ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც კონფლიქტები დასრულდება და მე ვფიქრობ, რომ უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის, ნუ ახლო აღმოსავლეთზე ჯერ არ ვიცი, სხვა პროცესები დაიწყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინის კონფლიქტი უახლოეს თვეებში ლოგიკურად რომ შევაფასოთ, უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ასე ვთქვათ, სხვა პროცესები, ეკონომიკის აღმავლობის პროცესები და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნუ ლოგიკური ასე ვთქვათ მოსაზრებით ასეთი ნაბიჯები უნდა გადადგეს და წარმატებას უსურვებ ამ მხრივ და მინდა რომ მოხდეს ეს უახლოეს თვეებში, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა არ დაგვასწროს, ხო? და ჩვენ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც მოსაგვარებელია იგივე 3+3 ფორმატში, რასაც აკეთებს იგივე აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა ქვეყნები, ხო? აი ეს ფორმატი არის ძალიან უნიკალური, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ აი ამ ნაბიჯების გადადგმა და ეს დასრულდეს ჩვენი ქვეყნის წარმატებით, საგარეო პოლიტიკის წარმატებით და იმედია, რომ ასეც იქნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. ჩვენ უკვე შევხვდებით ორ შაბათს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.